რამდენიმე ძველი ვიდეოს ფრაგმენტი უნდა გაჩვენოთ და თითოეული მათგანი თქვენის ნებართვით უნდა გავაანალიზოთ პრინციპში. სამივე პრემიერ-მინისტრი, ერთი მოქმედი და ორი ყოფილი ქართული ოცნებისა, მათ შორის დამფუძნებელი მამა ქართული ოცნებისა და თავი რომ კიტრი და ქართული ოცნების კი არა, სახელმწიფოს დამფუძნებელი გონია, ბიზინა ივანიშვილი, ისევე როგორც სხვები ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრად წოდებული ბანდიტი ირაკლი კობახიძე ერთი და იგივე რამეს ლაპარაკობენ, მაგრამ თქვენის ნებართვით მაინც გავჩერდები, შევჩერდები თითოეულ მათ თითოეულ სიტყვაზე და პატარა, ძალიან პატარა ანალიზი დავუხთავ და მე უფრო გავშალოთ თქვენის ნებართვით თემა. აი ნახეთ რას ამბობს ბანდიტთა შორის ბანდიტი, FSB-ს წარმომადგენელი 2012 წლიდან საქართველოს ამომგდები და ქიმიური იარაღი რომ გამოიყენა მაღალზე მაღალი ალბათობით ქართულმა ოცნებამ ამ ბრძანების გამცემი ბიზინა ივანიშვილი, ნახეთ რას ამბობს. ამას რათა ბოდიში მოვიხადოთ. ერთი წუთი ვიდრე მეორე ეპიზოდზე გადავალ, ბოდიში ღარიბაშვილი უნდა გამოვტოვოთ. ბოდიში უნდა მოვიხადოთო, ჩვენო ძალას გამოვძებრითო საკუთარ თავშიო და ვის უხდის ბიზინა ივანიშვილი ბოდიშს როგორ გონიათ, რასაკვირველია არა ოს სეპარატისტებს, არა აფხაზ სეპარატისტებს, არა აფხაზურ საზოგადოებას მთლიანად, ან არა ოსურ საზოგადოებას მთლიანად. არამედ რასაკვირველია პირველ ყოვლისა, რაც არ უნდა დაიწეროს ამ ეგრეთ წოდებული ბოდიშის ფურცელზე. ის უხდის ბოდიშს, ის აპირებს რომ ბოდიში მოუხადოს რუსეთის ფედერაციას და ყველაფერი უკლებლივ ყველაფერი შესტენოს, ასე უნდა ვთქვა, დააბრალოს მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება უპირისპირდებოდეს, შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ შეიძლება იყო მისი კრიტიკოსი, მაგრამ როდესაც აბრალებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას წინა თუნდაც საძულველ ხელისუფლებას, შენთვის პიროვნულად საძულველ ხელისუფალს, რომელიც ციხეშიც ამოკეტე, ამასთან უკანონოდ ამ ხნის განმავლობაში, უნდა იცოდე, რომ შენ ავტომატურად აბრალებ ამ ყველაფერს, მაგალითობის დაწყებას, შენს ქვეყანას, საქართველოს, რაც არის კიდეც რუსეთის ინტერესი, რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება, რომ დაამტკიცოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ომი 2008 წელს დაიწყო არა მან, არამედ საქართველომ, კონკრეტულად საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც პოზიციონირებდა როგორც საქართველო და მერე უკვე საერთაშორისო ტრიბუნებზე, საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ხელი მიუწვდება, რუსეთს სჭირდება რომ დაამტკიცოს, რომ აგე ქართველები მობობხდნენ და თავადვე აღიარეს. ეს სჭირდება სხვა შორის უკრაინის კონტექსტშიც ასე მოხდება, რომ ვიცოდეთ იცოდეთ მაინც უკრაინასთან მიმართებაში თუ ქართველები იყვნენ პირველები, ვინც შეგვეწინააღმდეგენ და ახლა მობობხდნენ, უკრაინელები ხომ იყვნენ მეორე თუ მესამენი და ისინიც მეორენი ალბათ, ხო და უფრო მძლავრად ეწინააღმდეგებიან, ცხადზე ცხადია, ვიდრე ჩვენ შევეწინააღმდეგეთ ოდესმე, ისინიც ადრე თუ გიან მობობხდებიან. ეს ყველაფერი ამ დიდი პოლიტიკის ნაწილია და ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველია, როგორც აღმასრულებელი, შემსრულებელი ამ პოლიტიკისა შესანიშნავად მიხვება ამ ყველაფერს. ოღონდ ჩვენ შეგვიფუთავენ ასე, რომ ბოდიში აუცილებელია იმისთვის, რომ მაგალითად, რა ვთქვათ, კონფედერაციაზე საუბარი დაიწყოს აფხაზებთან და სამხრეთელ ოსებთან, რაც ტყუილია, რომ იცოდეთ კონფედერაცია ჩვენთვის კატასტროფაა. იმიტომ კი არა, რომ კონფედერაციული სახელმწიფოები არ არსებობს მსოფლიოში, არამედ იმიტომ, რომ მინიმუმ, ნახეთ, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთი დევნილი ვერ დაბრუნდება კონფედერაციის შემთხვევაში. ქაღალდზე ეს დოკუმენტი რომ გაჩნდეს და ვინმე მართლა რომ მოვაწეროს ხელი აფხაზმა სეპარატისტებმა, სამხრეთ ოსეთელმა სეპარატისტებმა, იქაურმა დე-ფაქტო მთავრობებმა, სეპარატისტებმა და ასე შემდეგ, რუსეთმა რომ დაავალდებულოს ხელის მოწერა, იქაურ ეგრეთ წოდებულ ლიდერებს, რომ იცოდეთ ამ შემთხვევაში იქნება ფარული მუხლები ან ღია მუხლები იმის თაობაზე, რომ ვერც ერთი დევნილი 300,000 გვყავს, 252,000 უნდა დაბრუნება, 157,000 ვერ დაბრუნდება ვერც ერთი დევნილი. რომ იცოდეთ, მაინც ბარემ ვიტყვი კონფედერაციაზე. რეალურად ბიზინა ეხმეწება რუსეთს, ახლა მოცემულ ეტაპზე ეუბნება, რომ მოდით შემომთავაზეთ კონფედერაცია, ნუ მაღიარებინებთ, ამას ქართველები ვერ გამიგებენ, ნუ მაღიარებინებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და რუსეთიდან დაახლოებით ეს მესიჯია, რომ აღიარე და მერე ვილაპარაკოთ. აღიარე და მერე შევთავაზოთ, ერთად შევთავაზოთ თუ ცალ-ცალკე შევთავაზოთ სეპარატისტულ აფხაზეთსა და დამოუკიდებელ ბჭყალებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კონფედერაცია. რუსეთი აქაც აბმანული დურაკა, აბმანული ბიზინა, ნაჩიტილი კულაკას აკეთებს. მეორე, რატომაც დამღუპველია ჩვენთვის
კონფედერაცია როგორც ასეთი ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ჩვენი დევნილები ვერ მიიღებენ კომპენსაციას, რაც წესით საქართველოს შეიძლება მოითხოვოს ნორმალური ხელისუფლების პირობებში და მიებას უკრაინას. უკრაინა იცით თქვენ, რომ რუსეთს უკვე სთხოვს და მომავალში რუსეთისაგან დასუსტებული რუსეთისაგან, დანგრეული რუსეთისაგან მიიღებს რეპარაცია კონფისკაციებს, რომ იცოდეთ მაინც ანუ ფულს მიიღებს პირდაპირ მნიშვნელობით დაითვლება ეს ფული და იქნება უკრაინის შემთხვევაში რამდენიმე შესაძლო ასეული მილიარდი დოლარიც კი ჩვენმა დევნილებმა უცებ რომ გამოჰკრან ხელი პირობითად ლაპარაკობ $100 მილიონ 100 მილიონ დოლარს რუსეთისაგან ხომ კარგი იქნება ადრე თუ გვიან შთამომავლებმა თუნდაც ჩვენი დღევანდელი დევნილებისა ბევრი მათგანი მართლაც გარდაიცვალა უკვე დევნილობაში ხო შთამომავლებმა რომ მიიღონ $100 მილიონი ჯამში ხომ იქნება ეს არაჩვეულებრივი მაგრამ კონფედერაციის შეთავაზების შემთხვევაში რომ იცოდეთ ჩვენ ამ რეპარაცია კონფისკაციებს რომ იცოდეთ ვერ მივიღებთ მესამე და დამღუპველი არანაკლებ ეს არის შემდეგი კონფედერაციის ნებისმიერ სუბიექტს აქვს კონფედერაციის დატოვების უმტკივნეულოდ ისე რომ სხვა ორმას რომ გაჭედოს და წინააღმდეგობა გაუწიოს უმტკივნეულოდ კონფედერაციის დატოვების უფლება შესაძლებლობა ეს ევროპაში არსებული ცალკეული კონფედერაციებიდან არავის არ სურს გასვლა თორე ჩვენთან როდესაც შენ გადგას რუსეთი თუნდაც დასუსტებული და მერე მოფერიანებული ან მერე ისევ დასუსტებული მოკლედ ეს გავეშებული იმპერია რას საკვირველია ოღონდ კანონიერად ასე ვიტყვი ბჭყალებში ცხადია ბჭყალებში და ჩავსვათ ეს სიტყვა რუსეთი კონფედერაციის ნებისმიერ სუბიექტს ეტყვის რომ ახლა კონფედერაცია კი გააფორმე მაგრამ 2 წელიწადში გადი ამ კონფედერაციიდან და კაცი შვილი არ იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შენთვის პასუხის მომთხოვნის შენ შეგეძლება კონსტიტუციით შეგეძლება კონფედერაციის კონსტიტუციით შეგეძლება გასვლა ამ კონფედერაციიდან ეგრე მაგის პასუხია რა უნდა დაერქვას კონფედერაციას თუ ემანდ გაჩნდა ეს ჩანაწერი და იგითხარით რომ ბიზინა ივანიშვილი იქით ევედრება საკუთარ კურატორებს იქით ევედრება იქნება და ამ გზით წავიდეთო და მოსკოვი ეს მუცელ ამოუყორავი ქვეყნის დედაქალაქი ჭედავს ამაზე აღიარე ჯერ აღიარე რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ბიზინა ამაზე კი ხელს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვერ აწერს თუმცა იმდენად სუსტია ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად ბიზინა ივალიშვილის ხელისუფლება იმდენად მოწყვლადია რომ აი ამ გავეშებულმა რუსეთმა რომ მოსთხოვოს ნებისმიერი უკადრებელი ან რომ ვერ შესრულდება ისეთი რომ არ უნდა შესრულდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება სუსტი ცხოველი ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველია დაჭერილი ცხოველი ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველია ყველა ან მეტნაკლებად ყველა თითქმის ყველა მოთხოვნას შეუსრულებს იმიტომ რომ სუვერენობა დაკარგულია საქართველოს სწორედ ბიზინა ივანიშვილის გამოისობით და ძალისხმევით ღარიბაშვილობდე ვერ მივედი არადაისის მორიგ სისულელეს და ღარიბაშვილიზმს ამბობს რომ ვიცოდეთ მაინც და მეოთხე ამბავი კონფედერაციის სუბიექტებს აქვთ საგარეო პოლიტიკის და ორიენტირების განსაზღვრის დაბლოკვის ანუ ვეტოს დადების უფლება თუ თბილისი იტყვის რომელიღაც ეტაპზე რომ ჩვენ გვინდა ახალ ევროკავშირში ან ჩვენ გვინდა ნატოსთან ან ჩვენ გვინდა ორმხრივი ურთიერთობის დამყარება ბრიტანეთთან თუ გერმანიასთან სოხუმს თუ ცხინვალს ეკნება უფლება რომ თქვან შემდეგი წინადადება ხო არ გაჟუილებთ რა ბრიტანეთი რა ლონდონი რა ვაშინგტონი რა ბრიუსელი რა ბერლინი რა პარიზი ჩვენ ვადებთ ვეტოს და კაცი შვილი პასუხს ვერ მოსთხოვს იურიდიულად ვერ მოსთხოვს რომ იცოდეთ მაინც სოხუმს თუ ცხინვალს ამ ვეტოზე და შესაბამისად სოხუმი და ცხინვალი ჯერ ხო კონფედერაციაზეც არ მოდიან მაგრამ კონფედერაცია თუ შედგება იმ შემთხვევაშიც კი შენს განვითარებას დაბლოკავენ იმიტომ რომ ისინი ყოველთვის იქნებიან აქ ჩვენს ქვეყანაში ჩვენს ერთიან ქვეყანაში ჩანერგილი რუსეთის მოკავშირეები, რომლებიც შენს განვითარებას მთლიანად ქვეყნის, თუნდაც ასე ვიტყვი, არ შეუწყობენ ხელს, ისინი რუსეთზე იქნებიან ორიენტირებულები. ბოდიშის მოხდაც ამ კამპანიის ნაწილია და თეაწულუკიანმა ბანდიტმა შესანიშნავად შეასრულა პრინციპში ყველაფერი, როდესაც მისმა ბანდიტურმა ხალატის კომისიამ გასულ წელს აგვისტოსა თუ სექტემბერში ახლა წიგნადაც გამოუციათ იცით თქვენ და არიგებენ და საწაიღებენ მერე კი ვიცით ყველა მამწიგნს ცალკეული პირები მაგალითად პაპუაშვილები
თეა წულუკიანმა და ისმა ეგრეთ წოდებულმა კომისიამ თქვა რომ სააკაშვილის ბრალია. არა, სააკაშვილის ბრალი რაც არის, ის არის საქართველოს ბრალი. დღევანდელი გადაწყვეტილებაც კი, ხო უკანონოა ეს ხელისუფლება. დღევანდელი მისი ნებისმიერი გადაწყვეტილებაც კი არის არა კობახიძის ასე პაპუაშვილის ასე მაგალითად ბრალი, არამედ საქართველოს ბრალია, ის გამოსასწორებელი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ამ მემკვიდრეობას როგორც ასეც შევიზელთ თუ გნებავთ ასე ვიტყვი და მემკვიდრეობა ჩვენი ნაწილი იქნება და გამოსასწორებელი ბუნებრივია იქნება და ისინი პოზიციონირებენ ახლა საქართველოს სახელით ვაგლახ და სამწუხაროდ. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ მიუბრუნდებით მას თუ მაინც და მაინც ახლა ირაკლი ღარიბაშვილ ბანდიტს მოусმინოთ თქვენის ნებართვით საქართველოს არ შეიძლება იყოს ტერი რუსეთისო ამბობს ირაკლი უთქვამს ირაკლი ღარიბაშვილს. შეიძლება იყოს ტერი რუსეთის. ჩვენ არ ვართ რუსეთის მტერი. რატო არა ვართ ბოდიში 1801 წელს რა მოხდა? არა, მან კი არ იცის, მაგრამ საზოგადოებას აუხსნათ. რა მოხდა 1800 და 1801 წელს? რუსეთმა დაიპყრო საქართველო. რა მოხდა 1921 წელს? რუსეთმა დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. ახლა აპელირება იმაზე, რომ რუსეთმა ოკუპანტმა მეტრო აგიშენა ენგურხესი და რა ვიცი, სტადიონი თუ სპორტის სასახლე, ამაზე აპელირება არ დავიწყოთ. ოკუპანტი რასაკვირველი აშენებს გარკვეულ ინფრასტრუქტურას ოკუპირებულ სახელმწიფოებში, მაგრამ ვინ იცის და ვინ იტყვის, მოდი ასე ვიტყვი, ასე გეტყვით, რომ დამოუკიდებელი საქართველო რომ არსებულიყო, უკეთეს. მეტროს არ ავაშენებდით უკეთეს სპორტის სასახლეს, რომც არ აგვეშენებინა, ოკეი. არ აგვეშენებინა მეტრო, რამდენი ქალაქია, არ ამხელა ქალაქი სიმართლე გითხრათ, ცოტა კი არ საერთოდ არ არის ალბათ. სოფლიოში პროცენტად ცოტა ამ სოფლიოში, რომელსაც საკუთარი მეტრო არ აქვს, მაგრამ დამოუკიდებლობის თავისუფლების პირობებში ჩვენ გაცილებით უკეთეს ინფრასტრუქტურას გავმართავდით, ასწავლარია ვიქნებოდით დამოუკიდებლები გააჩნია კიდევ, ესეც რომ ვიცოდეთ ეს ჩვენი ენგურხესი ასე მაგალითად ერთიან საბჭოთა კავშირს უფრო სჭირდებოდა ვიდრე ჩვენ ან არანაკლებ სჭირდებოდა იმიტომ რომ ეს იყო ერთიანი ელექტროფიკაცია ერთიანი სისტემა და ჩართული იყო საქართველოს და გამოყენებული იყო საქართველოს ბუნებრივი რესურსები და სხვათა შორის ეს ენგურხესი ისე იყო მოწყობილი როგორც არის იცით თქვენ რომ პულტი აქეთ რაღაც ვარდნილი იქით და ეს ყველაფერი იყო სავაჭრო საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს წინა დამოუკიდებელი სურველი საქართველოს წინააღმდეგ და ახლაც კი არ არის დალაგებული სწორედ იმის გამო რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ დამოუკიდებლები არ ვიყოთ როდის არ იყო საქართველოს მტერი რუსეთი 90-იან წლებში როცა სააკაშვილი სულაც არ იყო დიდოსტატმა შევარდნაძემაც კი ვერ მიუხედავად იმისა რომ დისიდენტი გამსახურდია გააგდო ხელისუფლებიდან წინა მისმა ჩამომყვანმა ჯგუფმა მოდი ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით და ვინც ის შევარდნაძეს მონაწილეობდა ამ ყველაფერში დიდოსტატმა შევარდნაძემაც კი ვერ შეაჩერა 92 წელს ქართველი რუსების მიერ დაწყებული უბრალოდ რუსების მიერ დაწყებული მოდი ასე ვიტყვი და პროვოკაცია მოწყობილი 14 აგვისტო როგორც ასეთი 14 აგვისტოს იცით თქვენ დაიწყო ომი აფხაზეთში და ხო მესმის რომ ბიზიდა ივანიშვილს შევარდნაძეზე გონია საკუთარი თავიდია თუმცა რეალურად ბიზიდა ივანიშვილი უკლებლივ ყველაზე მხდალია ჩვენ ყველა ამან მხოლოდ პრეზიდენტებს გულისხმობდა არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრებს არამედ ყველაზე მხდალია და ეს სიმხდალე არის რომ მას ისეთ ნაბიჯებს გადაადგმევინებს ხოლმე რომელსაც ვერც ამოვიცდოთ მოკლედ ღარიბაშვილი რომელსაც არაფერი არ იცის საერთოდ გარდა იმისა რომ ფოტოებს აცვლევინებს საკუთარ მეუღლეს და ხან პატრიარქის ფოტოა ღარიბაშვილთან ერთად მის დიდ ფოტოთ ავატარ ფოტოთ ხან ივანიშვილისა შეიძლება დაბრუნდეს ეს ივანიშვილის ფოტო ეიმედება ივანიშვილისა ალბათ ნუნუკას მოკლედ როგორც არის ღარიბაშვილმა არაფერი არ იცის და ვერ დაუჯერებია ღარიბაშვილს თუმცა რა ღარიბაშვილზე ვლაპარაკობთ აგე მესამე პერსონაჟით შემოვიყვანოთ ახლა რომელ ტერი არის თუ ის არის მოგარია თუ ის არის მეგობარია თუ ბიძაშვილია და არ არის მარტივი კითხვა პრემიერ-მინისტრი მემჭირდება იმისთვის ეს ხო პრემიერ-მინისტრად წოდებულია მაგრამ რომ მარტივი კითხვებს კი არა სწორედაც რომ რთულ კითხვებს თუ მაინც და მაინც რთული კითხვაა ეს სწორედაც რომ რთულ კითხვებს უპასუხოს ირაკლი კობახიძე მარტივ კითხვებსაც ვერ პასუხობს ისევე როგორც ყველა დღევანდელი გამობიძინებულები თუმცა როდის არ ხოლია ბიზიდა ივანიშვილს პირველი პლეადის ქართულ ოცნებას პირველი ფორმაციის ქართულ ოცნებას ვახსენებ ის შეუდარებლად დამოუკიდებელი იყო შეუდარებლად მეტ წინააღმდეგობას უწევდა ბიზიდა ივანიშვილ რუსს და
უნდა გითხრათ ასე რომ გაგიკვირდებათ და ასე ვიტყვი რომ რუსეთმა ჩააწყო კარტები ისე რომ ბიძინა ივანიშვილთან მოხვდნენ სწორედაც რომ პროდასავლელები პოლიტიკოსები ან პროდასავლური პარტიები რომელთა დიდი ნაწილი სხვათა შორის თავისუფალი დემოკრატებისა პირდაპირ მნიშვნელობით გაყიდულია მიყიდულია მიეყიდა უკვე შემდგომ პერიოდში სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილს ხლარტებში არის თუმცა არიან ცალკეული პირები პარტია თავისუფალი დემოკრატებიდან რომლებიც ახლაც წინააღმდეგობის მოძრაობაში არიან და მე მათ რასაკვირველია მივესალმები თუმცა არიან ასევე პირები რომლებიც გაჩუმებულები არიან იმავე პარტიიდან მარტო თავისუფალ დემოკრატებზე არ ვლაპარაკობ მოკლედ ბიძინა ივანიშვილი ცხრის ტყავში გახვეული გელი იყო და თავისუფალი დემოკრატების და უკვე შემდგომ რესპუბლიკელების მოცილების ანუ 15-16 წლიდან მოცილების შემდეგ მან ეს ნიღაბი ჩამოიხსნა რომ ვიცოდეთ მაინც რატომ გამახსენდა ეხლა თავისუფალი დემოკრატები ან რესპუბლიკელები პრინციპში არც მაქვს ესეთი საფუძველი მაგრამ ეს ბანდიტი სწორედ 2016 წლის პროდუქტია და ბიძინა ივანიშვილს რუსეთმა ეს დაანიშნი და მე არა ვარ იმ აზრისა რომ ყობახიძე ჩაანაცვლებს ახლა ივანიშვილს და ისეთივე სერიოზული ფიგურანტია ამ პროცესში როგორც ივანიშვილი მისი ალტერნატივა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გასაკვირველია ასე არ არის ბიძინას ალტერნატივა არ ხავს მაგრამ ბიძინას სჭირდება ისპალნიცელები უკაცრავად ასე უნდა თქვა შემსრულებლები და ეს კიდევ ერთი დამატებით შეშლილი კაცი იყო ბახიძე საუკეთესო ისპალნიცელია ყოველ შემთხვევაში ხარიბაშვილზე უკეთესი ისპალნიცელიც არის მოღალატე ბიძინასეული გაგებით გახარიაძეც კვირიკაშვილზეც აქვს კიდე აგვარი იყო ბახტაძეზეც პრემიერ-მინისტრი არ მინდა გამორჩეს ვინმე ამ ბანდიტური ხელისუფლებიდან კიდევ ერთი პერსონაჟი შემოვიყვანოთ ოდინდელი ვიდეოდან რომ მოთხოვოთ ჩვენ საკუთარ თავს უნდა მოთხოვოთ პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვიქცეთ სწორედ არ მგონია და ვერ ვიჯერეთ მივაყოლოთ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია მე ამას რასაც ამბობდა როცა ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 10 წელი მაინც იქნება გასული ამ სიტყვიდან მაშინ არ ეგონა ბიძინა ივანიშვილი ასე ამბობდა რომ არ ეგონა ოღონდ ეს ყველაფერი რასაკვირველია ათქმევინა მას სწორედაც რომ ფსბ-მ რომელიც თავიდანვე მართავდა მას ახლა დავივიწყოთ ყველაფერი თითქოს და ერთ ვიდეო ნაწილს ვიდეო კონტენტს კი არ გაჩვენებთ მაინც და მაინც მაგრამ ერთ ქვეყანას ვახსენებ თქვენის ნებართვით ეს არის სომხეთი სომხეთის ლიდერი ფაშინიანი რატომ არის ისეთ მაგარი ლიდერი რომ ფაშინიანმა თქვა ის გაბედა იმის თქმა რაც ვერ გაბედა ბევრმა კავკასიის რეგიონშიც მეთქი ასე ვიტყვი მაინც და მაინც მიხეილ სააკაშვილამდე არ მიმყავს საქმე ახლა ასე ვიტყვი მაგრამ ეს სომხეთის 60 ქულო ეკლესიასთან იმართებაში მაგრამ ეს არ არის თავარი ფაშინიანი როგორი ლიდერია ფაშინიანს მიხავს საქართველოს კი არა სომხეთი დასავლეთისაკენ რომ ვიცოდეთ მაინც და ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია ვინც მას ხელს უშლის და ქართულენოვანმა ბიძინა ივანიშვილის ტროლ და არატროლ მედია საშუალებებს უკვე ატეხილი აქვს დიდი კამპანია ფაშინიანის ალიევის და ყველა იმ ლიდერის წინააღმდეგ რომელიც ცდილობს მათი ქვეყნების განთავისუფლებას რუსეთის ან რუსული მარწუხებიდან უკვე შეხვდებით თქვენ ანტი სომხურ ფაშინიანის საწინააღმდეგო მოდი ასე ვიტყვი არაერთ ვიდეოს რომელსაც ავწერ რომელების ვრცელდება რუსულ მედია პროექტებში უკვე შეხვდებით ანტი აზერბაიჯანულ მედია პროდუქტებს რომლებიც ვრცელდება ქართულ ენოვან მაგრამ რუსულ მედია საშუალებებში ანტი თურქულს ხომ ხვდებით რახანია ანტი დასავლურს ხომ ხვდებით რახანია და ეს ბიძინა ივანიშვილის ერთი ბჭყალებო დამსახურება არის ის რომ მან ყოველგვარი ილუსტრაციის კანონის გარეშე მოახდინა ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის მოდი ასე ვიტყვი ერთი და მსუყე ნაწილის ლუსტრირება ეს რუსეთის დამსახურება ჩვენ კარგად ვიცით უკვე ვისთან ერთად აღარ ავაშენებთ ჩვენს მომავალ ქვეყანას ვის არ დავიხმართ სულ გამოსწორდნენ ეგრა მაგის პასუხია ვის არ დავიხმართ მომავალი ჩვენი სახელმწიფოს აშენების პროცესში და იცით რატომ არ დავიხმართ მათაც კი ვინც თეორიულად შეიძლება გამოსწორდეს იმიტომ კი არა რომ გამოსწორებაში რამ არის ცუდი რასაკვირველი არა მაგრამ ყოველთვის გვექნება მოლოდინი ფიქრი იმის თაობაზე რომ ისინი ზურგში დანას ჯაგვარტყავენ ასე ურტყავენ სხვათა შორის ზურგში დანას ლახვარს ფაშინიანს ალიევს ნაკლებად იმიტომ რომ ალიევს მაინც კონცენტრირებული აქვს ეს ხელისუფლება ერდოღანსაც ნაკლებად
მაგრამ ალბათ ერდოღანსაც გარკვეულწილად კი, ალბათ კი არა, ნამდვილად ფაშინიანს ურტყავენ და ფაშინიანის მიბრუნება უნდათ რუსული სივრცისაკენ პირით და ეს ზურგით რუსეთისაკენ დამდგარი კაცი, მაგარი კაცი ეითვალსაეცდას, რომ სომხეთს როგორღაც ან თავისუფლებს მიისწრაფის სომხეთი ევროკავშირისაგან საქართველოს გარეშე მას გამოსავალი თითქოს და ნამდვილად არ ჰქონდა საქართველოს ლოკომოტივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაადეკვატურია ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეული კობახიძე და მისი ნაჩალსტბობით არსებული ნაშალნიკობით არსებული ხელისუფლებად წოდებული ბანდა, აქედან გამომდინარე სომხეთის სხვა გზებსაც, მათ შორის თურქეთის მიმართულებით, პირველ ყოვლისა რასაკვირველია, ეზებს და ასე შემდეგ, რომ დერუსეთიზაცია მოახდინოს. აი ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე არის ის, რომ მან არათუ დერუსეთიზაცია არ მოახდინა ჩვენს ქვეყანაში, არამედ მეტი რუსეთი შემოიყვანა და ბოლო აკორდებით ქვეყნის ნებართვით. რასაკვირველია დასავლეთი, ჩვენ საუბრობთ ამაზე მუდმივად, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა საუბრობს ამ თემაზე, დასავლეთის მონაწილეობა ჩვენს პროცესებში გარდაულად აუცილებელია, დასავლეთისკენ ჩვენი მოძრაობა და დასავლეთში როგორც ერთიან სივრცეში დასუსტებულში გაწევრიანება რასაკვირველია აუცილებელია, მაგრამ მოცემულ ეტაპზე დასავლეთი რომელიც ასეთი დაბნეული ან დაქსაქსული შეიძლება ასე ითქვას, არაერთიანი და ამ ქაოსში მყოფია, ფეხებზე ხკიდია ამ ბიძინა ივანიშვილ ბანდიტს, კონკრეტულად ევროკავშირი და ევროპული სივრცე. ჩვენ უნდა ავიღოთ დასავლეთიდან განსაკუთრებული ორიენტაცია უნდა ავიღოთ შეერთებულ შტატებზე. შეერთებული შტატების გარეშე არათუ საქართველოს, არამედ ევროპასაც, როგორც სივრცეს, როგორც ერთიან ორგანიზმს, ან ცალკეულ სახელმწიფოებს ევროპაში ფრიად და ძალიან გაუჭირდებათ. ეს უნდა გავისიგრძეგანოთ მნიშვნელოვანწილად და რაც მეტი რუსეთი იქნება ჩვენს ქვეყანაში ხა ესე უნდა თქვა რუსი ტურისტის რასაკვირველი არაფერს არ აკაშავებენ, ფულს ხარჯავენ რას ვერჩი და ასე შემდეგ, მაგრამ რაც მეტი რუსულ ბაზარზე მეტი ქართული ღვინო იქნება, მეტი თხილი იქნება, მეტი მწვანილი იქნება, მეტი მუშახელი იქნება, მეტი კავშირები გვექნება და ბიძინა ივანიშვილმა ეს ქნა 13 წლის განმავლობაში ამ ცხრის ტყავში გახვეულმა ქურქში გახვეულმა მგელმა მეტად დამოკიდებული გახადა საქართველოს ყველა მიმართულებით რუსეთზე, ეს არის მისი თუ მთავარი არა, ერთ-ერთი მთავარი დანაშაული და ახლა უკვე დასუსტებული ქვეყანა, ხო, რუსეთისთვის იოლი ნადავლი იქნება, არადა ჩვენი გამოსავალი არის მეტი კონკრეტულად შეერთებული შტატები, ეს რომ ვიცოდეთ, მაინც მეტი შეერთებული შტატები ზოგადად რეგიონში და მეტი შეერთებული შტატები კონკრეტულად საქართველოში ამ მიმართებით თუ ვიბჭერებთ და ეს არის მართლა ბოლო აკორდი, მე ჩემს ალბედავ დავიტყვი, მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ძალიან კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად, გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთი ინიციატივით გამოვალ ფართო საზოგადოების წინაშე, ვერ დაგასპოილერებთ, რასაკვირველი არ მაქვს არანაირი უფლება, რომ ვისაუბრო ამ მინიშნებით, თუნდაც ამ ჩემი ინიციატივის კონტურებზეც კი, მით უფრო შინაარსზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წარმომადგენლობითი ჯგუფი წარსდგება ფართო აუდიტორიის წინაშე ერთი ინიციატივით, რომელიც იქნება, გავბედავ და ვიტყვი, მეტი სურვილის დაფიქსირება ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან მეტი ამერიკის საქართველოში ყოფნის, ანუ სიტყვიდან გადავალთ საქმეზე, მეტი ამერიკის საქართველოში არსებობის ყოფნის თაობაზე სურვილის და ვინც ის იქნება სურვილზე მეტიც კი გავაცდოთ საზოგადოებას გარკვეული პერიოდის შემდეგ ბევრი დეტალი არის ამ ფაზლისა დასალაგებელი და ბევრი რამ არის გასარკვევი და სამენეჯმენტებელი და ასე შემდეგ და უკვე შემდგომ როდესაც ყველა დეტალი იქნება გარკვეული ჩვენ საზოგადოების წინაშე წარდგებით. მეტი ამერიკა საქართველოში არის საქართველოს გამოსავალი რომ ვიცოდეთ მაინც გრენლანდიაზე, ირანზე, ვენესუელაზე, ევროკავშირის ბედზე და ასე შემდეგ კი გასაკვირველია უნდა ვწუხდეთ, ხო, ირანზეც უნდა ვწუხდეთ და ვენესუელაზეც უნდა ვწუხდეთ, რასაკვირველია ვენესუელა ნორმალური სახელმწიფოდ უნდა იქცეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სადაც რუსეთი მარცხდება და როცა რუსეთი მარცხდება, ეს არის ჩვენთვის კარგი, აქაც დამარცხდება, ადრე იქნება თუ გვიან. ნახვამდის.